ლადო, პირველ რიგში მივესალმოთ ჩვენ მაყურებელს და ბევრი მადლობით უნდა დავიწყოთ დღევანდელი მამების დრო. დავიწყოთ. პირველ რიგში სოსო კოპალეიშვილს მინდა მადლობა გადავუხადო, რომელმაც ისევ დაგვითვალა თავის შესანიშნავი სივრცე. ძალიან უმწესაქოურობა და მოკლედ ბევრი მადლობა სოსოს. რა თქმა უნდა, სოსოს და ბუნებრივია კვარტეტ რანინას, არაჩვეულებრივი ხალხი, არაჩვეულებრივი სიმღერებით და ყოველთვის რომ გვიხალისებენ ყოფას თავისი კარგი მეორე მადლობა ჩვენ პარტნიორს. სექტორ დესამს თავისი არაჩვეულებრივი პურებით, რომელიც ასევე გვიხალისებს ყოფას, როცა რაღაცა გემრიელი შეჭამ, ყოველთვის კაი ხასიათზე დგები ადამიანი. მე პირადად ეგრე ვარ. ყველა ეგრეა ქართველი მით უმეტეს და მე პურზე სხვათა შორის მინდა ჩვენ სტუმარს ვკითხო რაღაცეები. კი. და უზარმაზარი მადლობა ჩვენ სტუმარს, ბატონ არუნ ხათრს, რომელიც ძალიან მალე შეიყვარა მთელმა ჩვენმა ქვეყანამ. რომელსაც ხათრი არ გაგვიტეხა და ინდოეთიდან ჩამოვიდა სპეციალურად ჩვენი გადაცემისთვის. მოგესალმებით, კაი გამარჯობა ბატონო არუნ. მადლობა და მოწვევისთვის მიხარია ძალიან დღეს. მოდი, მე მგონი არ არსებობს ადამიანი, ვინც არ უცნობს ინდოეთში მოგზაურობა. ხო, მე ძალიან მაინტერესებს რაღაც ერთგვარი ეგზოტიკური რაღაცა წარმომიდგენია ინდოეთში მოგზაურობა. აი, და მოდი, როგორია ინდოეთი ბატონო არუნ, როგორ გითხრათ? ინდოეთი არის კოქტეილ ქვეყანა, სადაც ყველაფერია. თან ყველაფერი ნახავს ერთად. ისე არ არის, რომ ის გაკოფილება ისი მერე სხვა ერთად ნახავს. შეიძლება ერთი ტრასაზე რომ ნახო მანქანა, ტრეილერი, ველოსიპედი, ოტო, გვერდზე ძროხაც ნახო შეიძლება. ანუ სხვანაირი ქვეყანა. თურმე ინდოეთის ნაირი სხვა რამე, სხვაგან ვერ ნახავს. ინდოეთის ნახვა თუ გინდა, ინდოეთში უნდა წახვიდე. საინტერესო, ხო და წავიდეთ მიშო. აი, ჩავწეროთ ახლა და წავიდეთ და მე ინდურად გავაკეთოთ მამების დრო. აუდიტორია ძალიან დიდი კი გვეყოლება. აუცილებლად. აუ, ბევრი კითხვა მოვამზადეთ, ბევრი კითხვაც გვიტრიალებს თავში, მაგრამ ძალიან არ მინდა რომ ამოვარდე ჩვენი ფორმატია და მოდი მაინც თქვენი ბავშვობიდან დავიწყოთ ბატონო არუნ. როგორი ბავშვი ვიყავით, რა თამაშები გიყვარდათ და ინდოეთში ზოგადად ბავშვები რას თამაშობენ? ეხლა გაჩნია რომელი სტატში ხარ დაბადებული. ჩემი, ანუ მე ინდოეთის ჩრდილოეთის სტატია, ერთ-ერთი დელის მერე გამოდის ეს სტატი და ჩვენი სტატი ში უფრო ძალისმიერი თამაშები უფრო უყვართ. თუ ოლიმპიაში 5-10 მოთამაშე წავა, იქიდან 8 ჩემი სტატიდან არის და ჭიდაობა და ეგეთი თამაშები უყვართ. მაგრამ მე განსაკუთრებულად კრიკეტს მიყვარს. უნდა მეკითხა. სულ ხედავ ხოლმე იპოდრომზე კი. კრიკეტს თამაშობ. კი. ეს ძალა იქ არ ჭირდება, იქ ძალიან ტექნიკური თამაშია. ნუ ბრიტანელების მოგონილია ეს კრიკეტი და gentleman's game ქვია მაგას. ძალიან ნაზად და ძალიან ტექნიკურად უნდა თამაშო. რა განსხვავება კრიკეტსა და ბეისბოლს შორის? ბეისბოლი არის ძალა. უნდა უკურა და უნდა დაარტყვა. კრიკეტში ძალა არ არის. კრიკეტში იმიტომ რომ ისვრიან ის კრიკეტის ბურთი, იმ ბურთით თამაშობ. შეიძლება ბურთი გადმოხდე და ის გარე წავიდე. ანუ ვინ სვრის, მაგისი იმაზეა რა. შეიძლება ბურთი შიგნით მოვიდე, სწრაფად წავიდე. ანუ ტექნიკურია ეს. არ არის პირდაპირ მოვა. არა, ესე არ არის. რა დონეზე თამაშობთ? სტატში მითამაშია. ნუ ინდოეთის კრებამდე ერთი ნაბიჯი დარჩი. რა მაგარია. და ჩვენთან თქვენ შურებს კი ეცოდინებათ წრეში ბურთი და ხუჭობანა. კი, ყველა ეს მეც და ხუჭობანა, წრეში ბურთი და ინდოეთში ისიც იყო რგვალი ბურთები რო არის შუშის რაღაცა. სათკაცუნად როა, რო და დაარტყა. მაგას თამაშობდი. ბევრნაირ თამაშობდი მაგათ ესე ზევიდან. ბევრნაირ თამაშობდი, იყო რაღაცა ხვები, პატარა ხვები, აწი და ეხლა Squid Game-ში თუ გინახია. Squid Game-ში რასაც თამაშობ, ეს ჩვენი ბავშვობის თამაშია. ანუ ეს ეზიური თამაშებია. იაპონელები, ინდოელები, კორეელები თამაშობენ იმ თამაშებს. ეს ყველაფერი რო დაარტყა მენძევიდან. ეს ყველაფერი გვითამაშია ბავშვობაში. ანუ Squid Game-ში რო ვიქნებოდი შეიძლება იქ ასავიდოდი. მოგეგოთ კიდეც ხო? ყველაფერი მითამაშია, რასაც Squid Game-ში თამაშობდნენ. ეს ხო იყო ზევით აცია და მე აიგებდნენ. ეს ყველაფერი ჩვენი ბავშვი. ეხლა ცდილობ ზუსტად გუშინად შემჭამა, ჩემმა შვილმა მაგას იმაშობა, ამუღამებს. ხო. გამათლების და ძალიან საინტერესო რამეა კი.
და ძალიან ტრადიციული ქვეყანაა ჩემი წარმოდგენით ინდოეთი. რაც მინახავს, რაც ამიკითხავს, რაიმე ტრადიცია თუ არსებობს, რომელიც მამებსა და შვილების ურთიერთობაში, რომელიც იყო ადრე, არის ახლაც და გაგრძელდება კიდეც. ნუ ეხლა როგორც ინდოეთში იქ პატისცემა ცოტა სხვანაირია შობლების. მაინტერესებს ძალიან სხვანაირად. რო ეხლა საქართველოში უფრო ძალიან მეგობრულად არიან მამა და შვილები. იქ ცოტა ერიდებიან მამას, მაგრამ პატისცემა ძალიან მეტი. ანუ მაგის სიტყვა შეიძლება რაღაცა მოსწონს ბიჭს ძალიან უნდა და მამას თუ უარია, ნუ იქიდან 90% შვილი არ გააკეთებ. თუ მამა მუთხრა. კი, ანუ ცოტა მამას შეიძლება 50 წლის ბიჭია მამასთან ეწევა ან სვა მამასთან არადროს არ დაждდება დასალევა თან ეს მაინც ერიდება თავისი ანუ მამამ არ გაიგო ეგეთი ნუ მამას კაი სახე უნდა კონდე მამას შვილი რო ჩემი შვილი კარგი ისე უთლება იქ სიმკაცრე იცია სიმკაცრეა კი მამა კაცრია ინდოელი კაცი თავის შვილებთან კაცრია აი რაში გამოიხატება ეს სიმკაცრე აგრძალვები ბევრი აგრძალვები ეხლაც მე რომ მივდივარ ინდოეთში ნუ ხუძერ უნდა დამერეკა მამა სადა ხარ რომელ საძემო ეს უნდა იცოდე მამამ როდის მოვა ან დედამ მაინც აქ ეგეთი არ არის ბიჭი 20 წლის ახლა რა უნდა მაგას კითხვა რომელზე მოხვალეს აქ ცოტა ნაკლებად ყურადღება მიაქვს იქ გამეა სადა ხარ აქაური კულტურაც ნახეთ ინდოეთს კარგად იცნობთ აი რას გადმოიტანდით ინდოეთიდან აქ და რას გადაიტანდით ინდოეთიდან საქართველოსთან ინდოეთში არაფერი გადმოტანა არ ჭირდება იმიტომ საქართველოსაც ტრადიციული ქვეყანა ის მე მგონი იქიდან უკვე ბოლო ქვეყანა სადაც არსებობს ეს მამა შვილი ბიძაშვილი დედაშვილი ამის მერე იქით ევროპაში უკვე მორჩება ეს ყველაფერი არ არის მე მინახია ევროპაც საქართველოს ის ადგილზეა აქეთ სხვა კულტურა იქით მაგათ სხვა კულტურა და საქართველამდე კი არის ეს ოჯახი მაგი პატისცემა მეგობარი ეგეთი რამე რაც საჭიროა და ვაღიარებ რომ უნდა იყოს ალბათ უსასრულოდ აუცილებლად უნდა აი ეს არ უნდა დაიკარგო ბევრჯერ მithmos ხოლმე ჩვენ სტუმრებთან და მაგრამ კიდე ბატონ არ უნდა მიდეკავი მე 42 წლის ვარ და დღემდე მამაჩემთან არ მომიწევია ის მორიდება მე მაქვს და აუცილებლად ოდიში კიდევ არიან ჩვენთან ეგეთები შემორჩენილები პრინციპში მე მაგალითად 38 წლის ვარ და არათუ მამაჩემთან არ მომიწევი, არავისთან არ მომიწევია. იმიტომ რომ საერთოდ არ მეწევი. არა, ის კარგია, მაგრამ იცი რა არის, მამამაც იცი ხო ეწევი. მაგრამ იმას პირში რომ აი ეს ეხლა რო ვიღაცამ შეიძლება თქო, აი რომელი საუკუნეზე ლაპარაკობს ის სადაა, რომელი ესე არ არის. საუკუნე რა შუაშია. ესენ მამას პირში რო აბოლებს, მაგრამ ანუ არსებს მაგიფათი. გასაგებია უხერხული მომენტი მაქვს არ მე ესე ვფიქრობ ეხლა შეიძლება ჯოგისთვის არაფერი არ არის ეს მაგრამ მე ვფიქრობ ეხლა მამაჩემმა დღესაც ისე ბევრი რამეა რომელიც არ უნდა იცოდე ეს უნდა იყოს ეს ერთი კედელი შობლებს და იმის შორს რომელი არაა საჭირო პატისცემა მეტი არაფერი იცი რა მაინტერესებს როდესაც ოჯახში სამი თაობა ცხოვრობს მამა შვილი მამა და ბაბუა ამ შემთხვევაში ბაბუა უპირატესი აი თქვენთან მამა ყავთ ბაბუაც რო ცხოვრობდეს ვის უფრო სცემთ პატივს მე როგორც პატივს ვცემ მამაჩემი იგივე პატივს ვცემს თავისი მამას და აი თქვენ შვილი უპროსი სანამ დიდი კაცი ისა ხო ეგეთი შემთხვევებიც არის რომ დღესაც ინდოეთში ცხოვრობენ 3 საუკუნის ერთი ანუ ოჯახი არ გასულა გარეთ, გაიზარდა, გაეფართო და შვილი დაიბა, შვილი აშენებენ იმ საქმს და იქვე ცხოვრობენ და ყავს ერთი უფროსი. ინდოეთში როცა პაპა არ არის ან ბაბუა ეძახიან. ხო რა, ბაბუა ჩვენთან მოყვა. იქით სამტრედისკენ ის ეძახიან, ბაბუა ეძახიან, კაკეთისკენ პაპა. როცა არ არის, მაშინ დიდი ძმა. მერე ის გახდება ცოტა. ანუ ასაკი უპირატესია მნიშვნელოვანია. სტრუქტურა არის. ხანდახან არის რომ პატარა ძმა არის უფროსი. იმის გამო რომ ხერხდება
გარშემოში უფრო მეტი რაღაცა ქარიზმატული რო კი უფრო შეიძლება უფრო შესაძლებლობის გამო სოციალური სტატუსის გამო ანუ ესე რო ოჯახის წინ წაყვანაში ვინ უფრო მეტად დაეხმარება როგორც მეფე იყო ადრე მეფე როგორ გახდებოდა მეფეს მერე ორი შვილი გავს ხო ესე არ არის დიდი გახდება თუ პატარა უნარიანი ვინც არის კარგი რო წაიგვან მაგის სტატს უფრო კარგად ისე ეგრეა ოჯახშიც პრინციპში გასაკვირია არც არის და არც უცხოა ჩვენთვის და ჩვენთანაც ახლა რამდენიმე თაობა დღემდე ცხოვრობს ჩვენთან და ოჯახის უფროსად ისითვლება ვინც უფრო ასაკია კი ჩვენთანაც ეგრე უბრალოდ მაინტერესებდა მაინც უცხო ქვეყანაა ჩემთვის და ტრადიცია როგორი იყო და მაგიტომაც და ის გვაინტერესებს კიდე შვილიშვილს თქვენთან თუ არის ეს შვილიშვილს ბაბუის სახელს თუ არ ქვევენ ხოლმე ინდოეთში არ ვიცი საიდან აქვს იმდენი სახელები რომ ეხლა პაპაჩემის სახელი რო არის უკვე ის თაობა უკვე წასულია და ის სახელიც წასულია ახალ უფრო და უფრო ახალი და ახალი იმიტომ ვედა ეს აიურვედა იქიდან იმდენი სახელი იმდენი ხო ჩაიჭრით კი იყოს ეგეც არ ვჭრით ხოლმე ჩვენ არა ბუნებრივად გამოდის ყველაფერი კაი არა უშო არ არის პრობლემა ხო და არა ესე არ არის სახელები არ ამეორებენ როგორც აქ ბაბუას ქვია ქუჩა შვილიშვილს ქუჩა ესე არა და ანუ ახალი სახელების გამოგონებაც ხდება ასე ვთქვათ და ძველი სახელი ანუ შეიძლება პირობითად აი ნახე ჩემი სახელი არონია მე ვიცი რომ ჩემი თაობა რომ არ იქნება იმ 50-60 100 წლის მერე ჩემი სახელიც არ იქნება საინტერესოა რას ნიშნავს თქვენი სახელი მზე ანუ ინდურით ცოტა ვისწავლით ინდურად ზე არის არუნა აჰა ვარუნა წყალი ვარუნა წყალი და შენ თუ იცი რას ნიშნავს ფარად არ ვიცი ფარად არის ინდოეთის სახელი როგორც საქართველოს ის ეძახიან ჯორჯია ფარად არის ინდოეთის სახელი ნამდვილი ინდურად და თვითონ ფარად ხუია ინდოეთს და ჰინდუსტანს ეძახიან ეგეც რო წავიკითხეთ ეს სპარსულად აჰა ჰინდუსტან არის ანუ სადაც ცხოვრობს ჰინდუიზმი სადაცაა მაგას ძალიან ბევრი უცნაურობა წავიკითხეთ ინდოეთზე და რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა და არ მჯერა, მაგრამ დამიდასტურე თქვენ. 6 სეზონი დათვლა იციან, მართლა ასეა? ინდოეთია 6 სეზონი. ჩვენთან არის გაზაფხული, ზაფხული შემოდგომა ზამთარი და თქვენთან გითხარით რა. იქ ის არის თითო სეზონი კიდეა იქამდე. პატარა მოკლე სეზონია, სადაც არც ხელა, არც ცივა ესე სეზონი 6 სეზონია ინდოეთში და ერთდროულად არის ინდოეთში დგეს თოლიცა სიცხეცა, უდაბნო, ზღვა, წვიმა, ყველაფერი. აი დღეს შეუძლია ნახო ერთდროულად. როგორც საქართველოშიც დაახლოებით იგივეა. კი, ჩვენთან. ესე იგი, ზაფხული, მუსონების სეზონი, შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხულის წინა სეზონი და გაზაფხული. ასეა? ხო. მაგრამ სახელები აქვს ზუსტად, მაგას ესე იგი არ არის ზაფხული არ მოვიდა და მაგას წინა სეზონი. სახელებია, რომელიც ეხლა რთული ინდური. ხო, ვეღარფიქრე. ინგლისური და ქართული უფრო ვიცი ვიდრე ინდური. თქვენ თვითონ როგორი მამა ხართ? ის ჩვეულებრივი ინდოელი მამა. როგორც ინდოელი. ისე რომელიც ჯერ ერთი ინდოელი მამა, აი როგორც მამაცემი იყო. ყველა მამას ერთი ეს არის. ისწავლე და მე რასაც გინდა გააკეთე. ოღონდ ისწავლე. პირველი ეს არის. ისწავლე კარგად. მე ბევრი რამეს პაპატიენს კიდეც ცუდი თუ გააკეთე. მაგრამ არ სწავლობს და არაფერი, მაგრამ მე მაგათ უხდება. პირველი ანუ ეს არის ოჯახში ეს არის ექიმი გახდები ანუ ექიმი არის პირველი ესა ექიმი გახდება ექიმი თუ არა ხარ ინჟინერი იმ ექიმებმა და ინჟინერებმა ეს ქვეყანა ააშენა იმიტომ 47 წელი როცა ინგლისელები წავიდნენ ის ქვეყანა ტიტველა ქვეყანა დატოვეთ საძმელიძე არ არის ლაპარაკი დასაძმელი არ ქონდა ხალხს დასაძმელი არ ქონდა. საძმელზე ლაპარაკი არ არის და დღეს ის ქვეყანა რომელიც მთვარის ბნელი მხარე წავიდა და
ეგეთი რამეს ეხერხება ინჟინერობა და სწავლის გამო. რომ ეს შობლების გამო თუ ეს არ იქნებოდა, მიდი ისწავლე. როდის იქნებოდი ინდოეთი, ის ინდოეთი. ხო, და ინდოეთი მომავალში მე რასაც ხედავს, ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანა გახდება მალე. ფინანსურადაც, ეკონომიკურადაც, სპორტშიც უკვე ნელ-ნელა უკვე ხალხს რო არაშია და იმის მერე ხო მოიფიქრებს სპორტზეც. მანამდე ანუ სპორტი არის, როცა ადამიანი ყველაფერი კმაყოფილია და მერე სპორტზე. ეგლა სპორტის განვითარდა ნელ-ნელა მიდის ფეხზე. ეს უმიკვირს რატო არ არის ინდოეთის ნაკრები ძლიერი საფეხბურთო არა, ფეხბურთი, იმიტომ მარტო ერთი კუთხეთში თამაშობენ ფეხბურთი. ფეხბურთი არ არის ინდოეთში პოპულარული თამაში. ინდოეთში ყველაზე პოპულარულია კრიკეტი. ანუ თან კრიკეტი ფულიცა. ანუ იგივე ფეხბურთში რას შოულობენ, იგივე შოულობენ კრიკეტში. და ლიგებია ისევე და მაგარი ფული შევა. ყველას უნდა კრიკეტერი გახვდე, ან შევა არაფერი. ინდოელმა ბებიებმა ციციან ჩემი შვილიშვილი დოქტორი უნდა გამოვიდეს. ხო, როგორ იქნება თქვენ ენაზე? ჩემი შვილიშვილი ექიმი უნდა გამოვიდეს. მერა ანუ პოტა ან პოტი ხუია შვილი შვილს. თუ ბიჭია პოტა, თუ გოგოა პოტი. მერი პოტი დოქტორ ბანეგი. რა კარგია. ინდოელი სესილია თაყაიშვილი. თაური აღაბებია. ჩემი შვილიშვილი დოქტორი უნდა გამოვიდეს. რა საინტერესოა. იმიტომ იმდენი აქ სტუდენტია. იქ რო ვერ აბარებენ, ვერ ჩააბარებენ ინდოეთში, რთულია იქ ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესია. სასაბარებლად რო ჩააბარო. და ან მაგიტო ცდილობენ მე სხვა ქვეყნებში ისწავლონ, რომ ფურცელი მაინც ხონდე ექიმის დიპლომი. ექის დიპლომი მაინც ხონდე. თურმე ეს დიპლომა არ იგიარება ინდოეთში. ინდოეთში გინდა ამერიკაში ისწავლო, გინდა საქართველოში. იქ რო წავა ინდოეთში, კიდე უნდა ჩააბარო. იქაური რაღაც ლიცენზია აღიარება რომ აღიარება რომ გააკეთო, ერთია. გინდა ჩინეთში დაამთავრე, გინდა ამერიკაში, ინდოეთში რო წახვათ, იქაური უნდა ჩააბარო, რომელიც 30% აბარემ მათო, 70 ისევ ეს მხოლოდ სამედიცინოს ეხება თუ ყველას? სამედიცინო. მე ვფიქრობ სწორია და ჩემ აზრს ვიტყვი რატო რომ როდესაც გაგშენი რაღაც სტანდარტი, ამ სტანდარტს უნდა მოერგოს ის ადამიანი, ვინც მერე სხვის ჯანმრთელობაზე იზრუნებს. ეს არის ინდოეთში კორუფცია ყველა მიმართულებაში. სადაც მიდიხარ ფული, არა. ინდოეთის ძალსაგის მინისტრის, ჯანმრთელობის მინისტრის შვილი თუ არ ჩააბარა ის ექიმი არ გახდება. ან წადი ისწავლე ქვეყნის გარეში, ან კერძოში, რომელიც 150 და 200.000 იგირს. ძალიან ძვირია. ან თუ ჩააბარებს უფასოა, პირიქით თავრობა აძლევს საცხოვრებელი და წიგნები და ყველაფერი. ანუ ინდოეთში ვინც ჩააბარა, იმას 1 ლარიც არ დაჯდება სწავლა 6 წელი და რომელიც დიპლომა თელი დედამიწა აღიარებს ამერიკაში პირდაპირ ბრიტანეთში ყველგან. ხო, ესე იგი რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ სწავლას, რომ ანუ თუ ჩააბარებ, ესე იგი ძალიან კარგად იცი. შესაბამისად გამოხვალ კარგი სპეციალისტი. და ნუ ყველა ქვეყანა მიცი, გერმანია მიცი, ინგლისმა იცის, რომ ინდოეთში დამთავრებული ექიმი ნამდვილი ექიმი იქნება. იმიტომ იქ არ არის უნივერსიტეტი გახსენი, პატარა კამპუსი არის, თავისი საავადმყოფო შიგნით უნდა იყოს 300 სვაძოლიანი, სადაც ყოველდღე ჭრილობა და ეს ერთი ამ როგორც აქ ხსნიან მოტორს მანქანა და იქ საავადმყოფოში ეს სტუდენტები მაგრად სწავლობენ. ძალიან კარგი. იმიტომ დიდი ქვეყანა, ბევრი პაციენტებია, პრაქტიკა კარგათა. შესაბამისად ანაზღაურებაც კარგია. იმიტომ უნდა ყველას ექიმი. ჩათვალე ყველა ექიმი მილიონერია. მოდი რადგან მედიცინაზე ვსაუბრობთ, თქვენი სპეციალობა არის, უნდა წავიკითხო აიურვედას ექსპერტი, ხალხური მედიცინა ინდოეთში. ცოტა უფრო მეტი რო გითხრათ, რა მოიწევს? აიურვედა არის სანამ ის სხვა მედიცინა არ არსებობდა 6000 წლის წინ. როგორ კურნალობდა ძველი ინდოელები ბალახებით. აქაც იყო ეს ბალახის კურნალობა, თელი ყველგან იყო, ტიბეტ, ჩინეთის, ყველგან იყო. მაგრამ აიურვედა არის ეგეთი
წესი არის აიურვედული წესი, სადაც ადამიანი რომ დაიბადება იმ დღიდან მაგისი ხასიათის მიხედვით შეიძლება ვითხრა მომავალში რა პრობლემა იქნება. წინას რა პრობლემა იქნება, დღეს შეიძლება უთხრა ადამიანს მომავალში რა პრობლემა იქნება და მაგი კურნალობა როგორ შეიძლება გააკეთო. როგორ ისა ფუძველზე როგორი? სამი არსებობს დოშა ადამიანი რო არის ვატა, კაფა, პიტა. სამი ხარისხიანი ადამიანი არსებობს ყველა. სამივეს აქვს თავისი ხასიათები. იმ ხასიათის მიხედვით მიხვდება უცბად აიურვედის ექსპერტი რა ხასიათისა, და იმ ხასიათის ის მიხვდება საქსი როგორ იქცევა, როგორ ბრაზდება, რამდენი მოთმენა შეუძლია ეს ყველაფერი. დიდი დრო ჭირდება მაგის მიხედვას. დაძე მარტო აია ქელის დაარტყმა, ესე რომ დავიჭიროთ, ქელის დაარტყმა შეიძლება შიგნით რასი. ადრე ხო არისო რენტგენი გადაუგე და ისა. ქელით პულსით ხვდებოდნენ. პულსის სწავლა. ეს ცალკე ცოტა ხო არის გულის ექიმი, იმის ექიმი. პულსის სპეციალური სწავლა, რომ პულსით მიხვდება. იბად. ერთი უცნაურობა უნდა მოგიყვეთ თუ დაიჯერებთ და თუ გქონიათ თქვენს ქვეყანაში მსგავსი რაღაც გაგონილი. ბებია ჩემი სიზმარში იცოდა რაღაც სახალხო მედიცინის საკითხები. და პაპა ჩემს ჰქონდა განგრენა ცუდი სიტყვა ეგრე ქვია, ხო მე მგონი, ხო სწორად ვამბობ. განგრენა ჰქონდა მოკლედ პაპა ჩემს. ექიმებმა ვერ უშველეს და ბებია ჩემი ერთ დღეს გაიღვიძა სიზმარში ვნახეო რაღაც წამალი მასწავლა ვიღაცამო. წავიდა იმის მიხედვით ბალახები მოძებნა, გაუმზადა იმ ბალახებით წამალი და ექიმი რომ მოიყვანეთ 3 წლის მერე ვინც გითხრა რომ 3 თვეში გარდაიცვლებაო ეს კაციო. გაგულანძღა რომ არ მჯერა რომ ეს კაცი ცოცხალია მაშინ და ფეხი ქონა აბსოლუტურად მორჩენილი სიზმარში ნასწავლი წამლით. რატო არ გასწავლა? ხო და არ ესე გამოფრთხილესო თუ არ ვიცი, მე ძალიან მიჭირს დაჯერება. არავის არ უთხრაო, მაგრამ არის ეგეთი შემთხვევები იქ ჩვენთანაც რომ ერთმა იცი. ხო. ის რომ ყდება ვიღაცას ასწავლით ერთს და იმ ერთმა იცის ეს. ეგეთი ამ შემთხვევაში ეძახიან რომ თუ მეორეს უთხრა უკვე აღარ იმუშავს ის. ფაქტობრივად ექიმი ხართ. ოჯახისგან თუ იყო, ანუ შენც ექიმი უნდა გამოხვიდე თუ გეუბნებოდნენ. არა, ჩემ ოჯახში მე კრიკეტს უფრო ნაგე აქ დარტყმას მაქვს. ჩემი მეტი დრო მიდიოდა თამაში უფრო ანუ პროფესიონალი მოკრიკეტე ისტორია, კრიკეტის მოთამაშე. ანუ ჩემი ოცნება იყოს რომ უნდა ვითამაშო ინდოეთისთვის. ინდოეთის იმაზე. რომელიც მე ნელა მივხვდი რომ არა მაქვს იმ დონის კრიკეტის ისა, იმიტომ არადროს მასწავლებელი თვითონ თავისით როგორც მილიონობით ბავშვები ოცნება აქვს რა, პროსტა. და მე გავაგრძელეთ სწავლა. ესა მეთქი ამის გარეში არ გამოა, არც კრიკეტერი გაგვდები, არც არაფერი. და ბოლოს ვისწავლე რასაც იყო ჩემი იმისთვის. ბატონო, ეს კრიკეტის შედეგია. კრიკეტის შედეგია ეს ბურთი რო სრიან, ხო? რაღაცა ხო აქ ჩაფარებული. მე არ მქონდა ეს ჩაფარებული. და ის ვის სრის ბურთი, ის ცდილობს რომ დააზიანო როგორ მე ვინც თამაშობ. ოღონდ წესია რომ პირდაპირ სროლა არ შეიძლება, მაგრამ ბურთი რო მოხდება ქვევით, მე შეიძლება, კანონია. რა საინტერესოა, ანუ პირდაპირ არ, მაგრამ შემოვლითი გზებით შეიძლება მეტოქის დაზიანო. არა, მაგრამ ისე მე მინდა და დააზიანო, არა, იმიტომ მეც ხომა ქელში მაქვს ეს. მაგრამ რომ მოხდა. მაინც. მამა თუ ესწრებოდა ხოლმე თქვენ თამაშებს? როგორ? მამა თუ ესწრებოდა ხოლმე თქვენ თამაშებს? არადროს. არ გწყდებოდა გული? არა, არ მომიფიქრია, რომ კი სხვების მამაც იყო ხანდახან, მაგრამ არის ჯგუფში ვინმე არ აინტერესებს. შო. საქსი რომ მოდიოდი, მოვიდა რა, მოიგე, წაიგეთ. შო, ეს ორი სიტყვა იყო, მოიგე, წაიგე, შო. მოიგეთ ფეულა. არა, გაჯეთში რომ სახელი უყურებდა, ის გაუხარდებოდა. ხო მოდიოდა, გეზეთები მოდის ინდოეთში. რა მოხდა გუშინ, მაგზინ,
აი ეგეთი კომოდის. აი კითხულობდა თავის შვილმა, ეს უკვე ყველას უხარია, ეგლა ჩემი შვილის სახელია და ესე კი უხაროდა, მაგრამ ისე არ უხაროდა. მე ესე ფიქრობს, რომ ექიმობა იმას უფრო უხარია, ექიმის მამა ვიდრე ვინც ინდოეთის იმ კრევაზე ვერ ისწავლა იმის მამა. სკოლაში სწავლ მე ისე. შატალო, ალბათ იცოდი თქვენც. რას? შატალო. ეს რა არის? არ ცოდნია. აი ესოდინება თქო სხვა სახელი. გაკვეთილებიდან გაპარო მთელი კლასი ვიყარებოდა ხოლმე. იცოდი თქვენთან. არა, მე ძალიან კაცრი სკოლაში ვისწავლე. იქიდან გაპარო არ შეიძლება. ანუ ჩათვალე ჩიხეა. უი. კი. ვიდეო ისე, ჩემი ერთი YouTube-ზე მიდევს ჩემი სკოლის. აი გამინახავს. ნო. იქ არის ძალიან რთული. დისციპლინა, იმიტომ ცოტა ეს გამომადგა ცხოვრებაში. ძალიან დისციპლინა. მე შეიძლება ერთი წელწადში რამდენი კლასი ხო იყო შეიძლება საგანი, ყველა მაგჩაბარებული. ერთიც რო არ წავიდე, არ ყოფილა. ცოტა რთული ჯერ სკოლის გარშემო რომ ვიტრიალოთ. ვიტრიალოთ. მასწავლებლებმა ჩემ ეხლა აღარ იციან საბედნიერო ჩვენთან, მაგრამ ჩემ ბავშვობაში მე როცა ვსწავლობდი, რამდენიმე სახაზავი ჭირდებოდა ხოლმე ერთ გაკვეთილზე. ჩხუბი ცემა იცოდნენ მასწავლებლებმა სკოლაში. მოსწავლის დასჯა. კი აბა ანუ იქ შობელს რო წავიდე უთხრა მასწავლებელმა მცემა ესეთი რამე არ შობელი პირიქით ეუბნებოდა. მაგი გირსია კიდე ცემა იყო ჩემ დროს, ეხლა აღარ არის. მაგრამ იყო აი ესეთი ჯოხები იყო. ჩვენთან სახაზავები. სახაზავი არ ყოფნის, სახაზავი გათქდება. აი ესეთი რგვალი ჯოხი იყო, რგვალი ჯოხი. რომელიც აი ეს ქელებში. მოხვედრიათ? კი, ბევრჯერ. მე ალგებრის წიგნით ვარ ნაცემი. ბევრჯერ ჯოგი ესეთი კაცრი მასწავლებელია, რომ ქელებზე კი არა, მიდი უკან სახე იქით და უკან. რა საინტერესოა. და მოდი ბავშვების დასჯაც ვიკითხოთ რა. თქვენ რამდენად ემხრობ, ბუნებრივია წარმოუდგენელია ფიზიკური დასჯა ბავშვის. თქვენ რას ფიქრობთ დასჯის მეთოდებზე შვილებთან ურთიერთობაში? შვილებთან? ხო. არა, იცი რა, ესე უნდა გაზარდო. შენ უნდა ანახო შენი თავი, რომ ბავშვმა თვითონ იმ გზაზე წავიდე. ეხლა ოჯახში იგივე სიგარეტის მოწევა და ლევა რაღაცები, რომ ბავშვის წინ ყოველდღე იგივე რამე ხდება, ის ჩათვლი რომ ეს კანონია, ეს ჩემი კულტურაა, ესე უნდა იყო. და ის თulit ოჯახში ეს რამე უკვე ნორმალურია და ესე იზრდება. კი ბატონო. ისე მაგალითი ვართ მოკლედ. მაგალითი უნდა ჩვენ, ბავშვი ჩემი მაგალითია, აბა. წეღამძანეთ რომ რამდენიმე თაობა ცხოვრობს ერთ ოჯახში და შეიძლება ეს ოჯახი იყოს ძალიან მრავალრიცხოვანიც. დაბადების დღის აღნიშვნები თუ ხდება ბავშვებისთვის. კი. ჩაულებრივად. ბევრი რო არიან. ხო, ანუ რამე აი დაბადების დღის ტრადიცია თუ გაქვთ. იმდენი ბავშვი ხარ არის რომ დაიკარგო სახელებით. მაგრამ მე მამაჩემისგან მომისმინია ნახე რატო ინდოეთი რატო გაიზარდა მოსახლეობით იმდენი. ინგლისელები რო წავიდნენ. დაახლოებით 40 მილიონი იყო ინდოეთი, მეტი კი არა. რატო გაიზარდა ეხლა ნახე. რო წავიდნენ უცბად ომი, სამი ომი, დიდი ომი. ერთი ომი არ შეულა, რო ტიტულა აქვეყანა. ომი პაკისტანი ჯერ ორი ძმა, რელიგიურად ორი ქვეყანა გახდა. უფრო უბედურობა. ჩინეთთან ომი. ორი. პაკისტანთან ომი. ომში ძარი არ არის. ძარის კაცები არ არის. თავრობა მიაწოდა ყველას გაზარდე ბევრი შვილები. მერე ბევრი შვილები და დღეს მე მგონი ინდოეთის ერთ-ერთი ძლიერი ძარი გიყავს. კი, და მრავალრიცხოვანი. ხო და საზღვარი სანამ არ იქნება დაცული, შიგნით არ ახარ კარგად. ეხლა მე როგორ შიგნით ვარ მივდივარ ინდოეთში, თვითონ ინდოეთი ფიქრობს, რომ დაცული ვარ ყველანაირად. ვერ გაბედავს ვერ სინეთი, იქიდან ვერც პაკისტანი, ვერავინ.
იმიტომ დღეს ენდობა თავის ძარს თითო ინდოელი. იმიტომ 3 მილიონი თუ 4 მილიონი ძარია, 2 მილიონი რეზერვია. იჩხუბნები აღარავის აღარ აქვს ორი თავი რომ ინდოეთს ომი აუტეხოს. პლუს ბირთვული სახელმწიფოა. ხო. კი ბატონო. იმიტომ გაიზარდა ხო, ანუ სახელმწიფო დონეზე გადაწყდა რომ რაოდენობა მოსახლეობის გაზრდილიყო. ძარში ჩვენთან წასულა უნდა ხალხს და ადგილი არ აქვს. ქალები მიდიან ჯარში? ის ქარები, ფაიტერ ჯეტ, სუხოი, მუხოი, ყველაფერი. თუთფრინავები, ყველანაირი რაკეტები, მაკეტები ყველაფერზე ძიან. კი, თავიდანვე იყო. ინდოეთში არადროს არ იყო აკრძალული. ინდოეთში ხალი ყველა იმაშია, ყველა ძარშია. ვა. აი შესანიშნავად გავაგზავნებ ახლა პრეზიდენტი არის ხალი. კი, კი. ამ თემას. გუშინ ვიპოვეთ ესეთი ამბავი და აღფრთოვანებული ვიყავ პირდაპირ ვიტყვი მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა არ მიყვარს. გულაბი განგი. ქალების ბანდა არისო, რომელიც და 2010 წლიდან მოქმედებს ინდოეთში. და ისტორია ამ შექმნის არის, მოდი მოვყვები უცებ. 12 წლის იყო ეს ადამიანი, მოიცა სახელს შევხედო. სამპატ პალ დევი ყოფილა ვიღაც 12 წლის გოგონა, რომელიც ოჯახმა გაათხოვა ძალით. 15 წლისას უკვე შვილი ყავდა და ქმარი ძალადობდა. და ამ ძალადობის მერე თვითონაც თავი ხონა დაეცვა, მოკლედ ჩამოაყალიბა რაღაც ბანდა და არქვა გულაბი განგი და დღეს ინდოეთში ძალიან ბევრ მსხვერპლ ქალს, კაცის შევიწროების მსხვერპლ ქალს ეხმარებიან და თვითონაც კაცებზე ძალადობენ. ნუ ძალადობით პასუხიც უდი, ისიც კი ვნახე, რომ პოლიციის განყოფილებებიც კი დაურბევიათ, რომ უსამართლოდ დაჭერილი ქალები გამოეყვანათ იქიდან. ანუ ქალების კაი მებრძოლები არიან ინდოელი. ხო, ინდოელი ხალი ცოტა ის არის. ეს გულაბი გაგიგია თქვენც. გულაბი განგი სახელი გამიგია, მაგრამ მაგი ისტორია არ ვიცი, მაგრამ გულაბი განგი, იმიტომ გულაბი ნიშნავს ვარდისფერი. ხალის ფერია და gang. კარე ერთი ჯგუფი. ხო, ეს განგი მე ჯერთა წავედი მეთქი მდინარის გამოყოფიან. gang. გულაბი gang. ინგლისური სიტყვა რო არის. და ვარდისფერი სარე აცვია სულ ყველას და ეგენი რო ჩდებიან, იქ მოძალადე კაცებს ძალიან ცუდად აქვთ ხოლმე საქმე, მაგრამ თავარი ახლა უკვე დაიწყეს ძალადობის მსხვერპლი კაცების დახმარებაც ამ ქალებმა. ხო, მაგრამ ძალადობა ხანდახან ქალისგან კაცის ზეც არის. სასამართლოში რომ მიდიკარ დღესაც ყველა მე მგონი ესე ფიქრობს, რომ არა, ქალი მართალია. ცოტა არის. ფიქრობენ, რომ ქალი როგორ შეავეწრებს კაცი, მაგრამ მე მგონი უკვე მეტი შანსია, რომ შევიწროება იქით. ინდოეთში ესე ხდება, იმიტომ კანონმა ქალს ეგეთი უფლებები მისცა ინდოეთში, რომ იმას ცუდად იყენებენ ახლა ქალები. ინდოეთში ხო ქორწილში ხო იხდიან ფული. გოგოს შობლები ფული ხარჯავენ კარგი. ანუ დღესაც ეგრეა. ანუ გული ხარჯავაში ფული ეგრე იხარჯება. ანუ რაში იხარჯება, რას ქვია ფული იხარჯება? ანუ ქორწილს გოგოს ოჯახი იხდის? ანუ თავის მხარე ხო იხდის. ბიჭი ხო წავა მოსაყვანად. მე ბიჭთან ერთად 500 კაცი ხო წავა. იმას ხო ჯამას მაუნდა. ეს მე სტატუსის მიხედვით რომელი სასტუმროა თუ ეს უკვე ფუფუნება. კიდე შობლები აძლევენ, ფულიც აძლევენ თავის შვილს. ბიჭის ოჯახი კი არ ეუბნება მე მინდა. მაგრამ თავისი იმისთვის რა მე ჩემი გოგოს ეს მივეცი, მე ჩემი გოგოს BMW მიეცი, ანუ თავისი სტატუსის მიხედვით. თუ ცხოვრებაში როდის მე მოვიდა კონფლიქტი გოგო და ბიჭის შორის. მე ეს დახარჯული ფულის დევენ პურცელში. აი ამდენი გვაქვს დახარჯული. ეს პურცელი დამალულია სადღაც. თუ კონფლიქტი მოვიდა უცბად გამოჩნდება ფურცელი. რას ეუბნებიან სასამართლოში, რომ ძალით დაგვახარჯინე, თუ არ ვექნება, ანუ ეს დოური ქვია ინგლისურად ამ სიტყვას. ქართულად მე მაგას არ ვიცი, რაღაცა სიტყვა იქნება ქართულადაც. თუ სასამართლომდე წავიდა ეს, რომ ამან თხოვა, მთელი ოჯახი ციხეშია. და სიმართლეში არ თხოვა. თავის მიწა. თავის გოგოს ფუფუნებისთვის გაატანა მანქანა. მე თხოვზე ეს მანქანა ძალით. და დღესაც ხდება ეგეთი რაღაცეები, ხო? ანუ ჩაულებრივია ეს ამბავი, რომ აძლევენ ყველა თავისი შვილს.
ეხლა ეს ინდოელი მილიონერია თუ ბილიონერია, მან ხო თავისი გოგო რო გაათქვა. არა, მთელი ჰოლივუდი და ჯასტინ ბიბერი და იქ რო იყო. მაგით კონფლიქტში თუ მოვიდე, მაგი რა დაჯდება, მაგი ეხლა კარგი გადასვლა ქორწილიდან იმ კითხვაზე ზაზეც და გადავიდე. დალევაში როგორ არიან ინდოეთში? დალევის ამბავში. დალევა, ნუ ქორწილებში, დაბადები დღეებში სულ არის. სადღეგრძელოები თუ იცით? ნუ იმდენად არა, როგორც საქართველოში. 1-2 სიტყვა და თან ვისკი უფროსვა. იგივე ინგლისელების კულტურის ისა და ღვინოს კულტურა 1-2 სტატში არის, სადაც მოდის კურჯენი და ის არის. ნუ ინდოელებმა იმდენ დალევა არიციან კარგად. არც უყვართ? არა, კარგად სვამენ, ბევრი ალკოჰოლი მიდის და კუჩა გახსნილია. იმ 1-2 სადღეგრძელოდან მაინც რა სადღეგრძელოები? არაფერი არიციან გეუბნები ვისკით რა უნდა თქვა ადამიანმა. ეს საქართველოში ღვინოა და სხვა რამეა, ეს სხვა ქვეყნის ღვინო საქართველო როცა ხელში მოდის, ეს სხვა რამეა. იმას ვერ შეადარებს იმ ვისკის სიკით არაფერი არ თქვენ cheers ეძახიან, კარგად ვიკო. кайხანია ვერ ვნახე ისა და არაფერი ეგეთი. ანუ როგორ ჩვენთან არის რაღაცა სუფრის ტრადიცია, რომ ვიწყებთ თქვა შვიდობის ან უფლის დიდებით და მე მივყვებით ასე კონკრეტულად ტრადიცია, რაღაც სუფრის კონკრეტული ტრადიცია არ არის. ქორწილის სუფრა რო იწყება, ანუ რელიგიური უფროა და მამაო პირველად რაღაცას ატარებ რიტუალები, რაღაცები. პირველი საჭმელიც მაგათ მიდის. და მე რეიწყება ეს რელიგიური ქვეყანაა, ხო? რელიგიურია, და მე მგონი საქართველოს ერთ-ერთი სიას კოლევა იყო ჩატარებული, სადაც ტაილანდი, ინდოეთი და საქართველო იყო ათეულში სამივე ქვეყანა, რომელიც რელიგიურად და მე მგონი უნდაც იყო შველის სადღაც ესეც თქვენთვის თუ დაუძალებიათ დალევა საქართველოში, თუ არ ჭირდებათ დაძალება? არა, მე ნუ უარს არ ვამბობ არადროს, 1-2 ჭიქაზე არადროს. განსხვავებულზე? დამილევია ყველანაირი. მე წითელი ღვინო გიყვართ როგორც მახსოვს? კი, წითელი ღვინო იშვიათად. იშვიათად ისიც. მაგრამ კახეთში სამტრედიაში ყველგან მაქვს დალეული. ჩემი მეგობრები არიან იქითკენ. ქალები როსვავენ ინდოეთში, თქვა ამაზე თუ აქვთ რაიმე? კი, სვამენ ქალები. ინდოეთში ეგეთი რამე ხდება, რომელიც შეიძლება ადამიანი ევროპაშიც არის ერთი ეგეთი კლასი, რომელიც ევროპულად ცხოვრობს. არის სოფელი, სადაც ჯერ კომფორტზეც არ მოვიფიქრია ეგეთი ადამიანიც არის. როგორც თავიდან თქვით, ძალიან კოქტეილია. ძალიან კოქტეილია. შეიძლება ერთი სახლი უამრავი, სადაც შეიძლება ამოვიდე ძის კარებზე, შეიძლება ევროპელი security დაცვა. მეორე კუჩაზე წახვალ, შეიძლება თავზე ისიც არ კონდე. კარგი. კოქტეილი. ძალიან ეგეთი. იმიტომ სოციალიზმი არადროს არ იყო. რომ ერთი ვიყო, მოდი. კარლ მარქსი იქ არ ყოფილა. სუ კაპიტალიზმია. და კაპიტალიზმში ცხენი წინ წავა, ვირი უკან დარჩება, ესეა. ცუდი არ არის. ხო, შრომით ბევრი რამე ხდება. თქვენ საკმაოდ დიდი ქორწილი გქონდათ? კი. ჩვენს ქონდა საშუალო ხო დიდი, სადაც იქნებოდა 900,000. რამდენი? 900-მდე ადამიანი იქნებოდა. ეგ ჩვენთან ძალიან დიდია. ახ სამეგრელოში იციან ჩვენ 700 და აჭარაშიც. აღარ იცი. ინდოეთში აი მე თუ ანუ ქორწილი გვაქვს აქში და ვინმეს რო ვიცნობ პროსტა 1-2 ჯერ მელაპარაკია და ესე ვიცნობ. უნდა დაპატიჟო. თუ არა იმ ცხოვრებაში იმ ადამიანს მეორედ რო ნახავს ის პირდაპირ მეტყვი. ოხცხვირის ჩამოშვა მაგის გამო ჩვენთანაც იციან ხოლმე. კი. ძალიან რთული მომენტია ქორწილის დასაპატიჟებელი ხალხის სიის შედგენა. სია რო წერს ხო? აუ ძალიან რთულია, რომ ის არ იმას თუ უთხარი, იმას აუცილებლად უნდა, მაგრამ იმასაც თუ მე ის როგორ უნდა დატოვო და
კი ადიხარ. ან ჩვენთან სოფელში იციან თელი სოფელის ისა, არავინ არ დარჩება. სოფელშია ხორცილი. ყველა სახლიდან ერთი ადამიანი მაინც მინიმალურად ერთი ადამიანი. ანუ თითო კარიდან ერთი ადამიანი და საქორწილო საჩუქარი მოაქვს თუმარს? კი. ყველას ხო? ფული. ყველას აქვს, ანუ გოგოს თუ ხორცილში თუ მიდის აუცილებლად ფული. აქ როგორც ადამიანი რო გარდაიცვალება. ხო წერენ რაღაცა 100 ლარი, 200 ლარი, ეს გოგოს ხორცილში თუ მიდიხარ, ესე უნდა წააწერინო. იმიტომ იცი რატო? ნახე ტრადიციებმა რა თანაბრად რო იყო, მამა გოგოს მამას აქვს ბევრი ხარჯი, იმიტომ ბევრი უნდა დახარჯო ხორცილში, ეხმარება თელი სოფელი. დევს ფული. რო ადვილი იყო მაგისთვის. და ბიჭის ხორცილში გოგოს მამას უფრო მეტი ხარჯია. ხო, ბიჭის მამას ეს ხარჯია მარტო თავისი მეგობრები, ვინც არიან ნაცნობია, მაგის ერთი დღე მაგისთვის უნდა აჭამო. და გოგოს მამას ის ხარჯიც არის, რომ უნდა გაატანო კიდე ეს. ზითვები. მალქანა თუ დასაწმელია თუ თლიანი სამზრაულოა, შიგნით დასაწმელია და თუ ანუ აწყობს თავიდან ბოლომდე ერთი ახალი სახლი გოგოსთვის. და ბიჭისთვის ანუ თან ორჯერ აჭმებ, თავის ნათესავს ხო აჭმებ, იქიდან კიდე მე აი რა მაინტერესებს, თქვათ ფინანსურად არ აქვს გოგოს მამას საშუალება და ეს ყველაფერი არ გააკეთა. მე ნახე, როცა ეს თანაბრად ხდება ხოლმე, საშუალება არ აქვს, იგივე ოჯახი იქნება იქიდანაც მე. თუ მოლაპარაკებით არის და ისე რომ შეუყვარდა ბიზნესმენის ბიჭმა რაღაცა, ვისაც საშუალება არ აქვს, ის პირიქითაც აძლევენ, მიდი გააკეთე და მე მოგცემ და ეს შემთხვევებიც არის. როგორც ინდურ ფილმებში ხდება ხოლმე ხშირად. ისივეა, ის ხო ის სასწაული არ არის, რაცაც მაგათი მენტალიტეტია, ზუსტად იგივე აჩვენებს კინოებში. საინტერესო ძალიან. თქვენ შვილებზე თუ შეიძლება რამდენიმე სიტყვა გითხრათ, ორი ქალიშვილი ყავთ, ლადოც ორი ქალიშვილის მამა, მე ორი ვაჟი მყავს და შურს ორი. ოროსნები ვართ ჯერჯერობით სამივე. შურს ორივეს. რას ამობეხო ხარ? თული სათქმელი იქნება ის უფრო უყვარს თუ ის უფრო უყვარს, მაგრამ ალბათ ორივე ძალიან უყვართ. კი, ორივე უყვართ, იმიტომ ისინი ჯერ ინდოეთში დაიბადნენ. კი. მაგრამ ინდური არს იციან ისე თუ ქართულ. ნუ ქართველი ბავშვები არიან ჩაულებრივი და სკოლაში დაიწყებს ყველაფერი აზროვნულ აქაურები არიან, მაგრამ იციან რომ იქაც გვაქვს რაღაცა. და უყვარს იმათ ინდოეთის და მაგრამ შეიძლება მე რო უყურებს აქ უფრო ანუ საქართველოს უფრო მოსწონს მეათ. ანუ ალბათ ძირითად დროს რო ატარებენ აქ უფრო მოერგნენ აქაურ კულტურას თუ რატო? ხო, ეგეც არის და ну, რადგან მეც საქართველოში ვარ, საქართველო მეც მომწონს, არადროს რო არ ყოფილა რაღაცა ეგეთი ქვეყანაზე. მაგისთვის მაგათი პირველი ქვეყანა საქართველოა. თქვენი პირველად საქართველოში ჩამოსვლის ამბავს როგორ გაიხსენებთ? აი, პირველად ჩამოხვდით თბილისის აეროპორტში, რა შთაბეჭდილება დაგჭათ, რა იყო თქვენთვის საქართველო? სიყვარულის გამო ჩამოხვდით? სიყვარულის გამო ჩამოვიდა. ეს კი ყველგან მაქვს ნათქვამი, მაგრამ ინდოეთიდან 2010-ში მოვედი, მაგრამ ბევრი რამე მქონდა უკვე ინდოეთში ეგეთი რამე ნანახი, რომელიც ველოდებოდი უფრო უკეთესი იქნებოდა, მაგრამ პირველად რომ მოვედე, იმდენად სიმართლე რო გითხრა, არ იყო განვითარება იმ დონეზე, როგორც ვფიქრობდი. იმიტომ ინდოეთში ეს რევოლუცია რო უცბად მოლები, ბრენდი, რაღაცა 2005-ის მერე დაიწყო. ანუ 2005-დან 15-მდე ინდოეთი მაგრად ხალხს გამოჩნდა ფული, ბრენდის ცაცმა, მოლებში სიარული და ის ყველაფერი, რომელიც აქ რომ მოვედი, ერთი მოლი იყო. ვეძებდი, ვეუბნებოდი ცოლს, მეთქი მოლების რაღაცა შუა შოპინგ ადგილსა და მეგონი თბილისი მოლი იყო, მერე და მერე ეს დაიწყო ყველაფერი. მაგრამ მაინც მე რასაც მინდოდა ეს იყო. ხო. ჩემთვის არ არის ეს, მე არ მიყვარს უშიანი, მაგრამ მაშინ დუბაიში ვიქნებოდი. არა, ეს საქართველოს რას აქვს, იქ ის არ აქვს. აი, ინდოეთის მოლები ვახსენეთ, მაგრამ მეორე მხარე აქვს ძალიან დიდ ნაწილს უკიდურესად უჭირს. კი, ხო, როგორც შევახსენეთ.
უჭირს იმდენად, რომ ვერ წარმოიდგინეთ. ხო. ფული იმდენი აქვს, ვერ წარმოიდგინეთ. დიდი ქვეყანა, ფული შოვნაც ადვილია წვიანი ადამიანისთვის. ვინც დიპლომა აქვს და კარგად ისწავლა 5 წელი, ის ყოველთვის კარგათა. ინდოეთში დიპლომიანი და კარგად განათლებული ადამიანი მშიერი არ არის. გასაგები. ისე მივდივარ სწავლასთან და ინდოეთში ბუღალტერი ჩაბარებული და იურისტი ჩაბარებული არ ტაქსაო. ანუ ფასი აქვს იმ დიპლომის. ტელევიზორებში რო აჩვენებენ ის გაჭირვება, ის ყველაფერი. იმ ადამიანს შორს იბადება ის ბევრი ოჯახი. ინდოეთში რამოდენიმე პროცენტი წლიურად ამოდის იმ სიგარებიდან საშუალოში და მერე ფული შოვნობ. ზოგის ბავშვი კრიკეტერი გახდება, მოვიდა ოჯახი. ზოგის ინჟინერი გახდება, მოვიდა. მანამდე გაუნათლებელი იყო. შობლები არ სწავლობდა. სკოლაში არ უძავნიდა შვილებს. ეხლა დაიწყო. ინდოეთია ერთ-ერთი ესეთი ქვეყანა, სადაც თავრობა, მე ესე ვფიქრობ, ინდოეთია მარტო, სადაც წამალიც და ოპერაციას მერე ყველაფერი უფასოა. არსად არ არის, რომ ოპერაცია ჩატარდა, მოდი ეხლა 3 თვე წამალიც, თავრობის ხარჯი. ამ ხელა ქვეყანა, რამდენი ხარჯი იქნება თავრობას. ის გაუნათლებლობა რო არიგო ქვეყანაში, თავრობამ თან სკოლაში მოდი, თან ფული ბავშვს. ხო, რომ мотивация ქონოდა სწავლის. საგამოთი. მე 12 კლასამდე, 12 კლასის იქამდე საჭმელი იქაჭმებენ. რომ მოვიდე მაინც. ჩვეულებრივ სკოლებში? ჩვეულებრივ უფასო სკოლებში. აჭმებენ საჭმელი, გაძლევენ დასაჭმელი და ყველაფერი. დიდი ქვეყანა და კაი დროს სჭირდება რომ ეს ყველაფერი. მაგრამ მე რასაც ვფიქრობ, ინდოეთი საიდანაც მოვიდა, მარტო იმ განათლებამ მოიყვანა. სხვა იქ ტურიზმი ესეთი არ განვითარდა უცბად, რაღაცა იქ მილი არ გაიარა, რო ფული თხოვო. განათლება და მეტი ყველა ფიქრობს IT ინდოეთიდან IT-ს ნიკიგო. იმიტომ იმდენია, კუჩა იქ შეიძლება იყო პროგრამირება და ყველაფერი. განათლება. ყველაზე მეტად როგორც სპეციალისტმა ჩვენი ქართველების ჯანმრთელობის მიმართულების მხრივ ყველაზე მეტად რა არ მოგწონთ? რას ვაკეთებთ ყველაზე უარესად? გენეტიკურად ძალიან ძლიერი გენა არის ძლიერი. ამ კავკაზიასიც, ხო? მაგრამ ფიქრობენ, რომ წავა ყველაფერი. ის ახალგაზრდობაში ნაჭამია 20 წლიდან 30-მდე, 10 წელი რასაც ჭამ, მერე დაგჭირდება თელი ცხოვრება 40-ის მერე. ძალიან თურმე მე ხო ვადარებს ინდოეთის სამზარეულო და საქართველოს. ცოტათი რომ შევცვალოთ რაღაცები ძალიან მაგარი სამზარეულოა. ხორცი, ნახშირი წყლები, ანუ ძალიან საგია მაგიდა, რომ თელი სუფრაზე რო შევხედო. მაგრამ ჩვენ რო ვჯდები იმ სუფრაზე, როგორც მივაკოლეს იმას, ეგაა პრობლემა. ანუ თანამდებობებში ვირევით. იმ მაგიდაზე იმდენი კაი რამეა. მე ყველგან სუფრაზე არადროს უარი არ ვეუბნებ, სუფრაზე ყოველთვის მივდივარ. ბოსნეული აქ არის, ხორცი აქ არის, ხმერული ნიორიცე აი კუპატი აქ არის, რა ვიცი, ყველა კუთხეში თავისი მაგარი პატარა ქვეყანაში იმდენი საჭმელია. ცომეულის პრობლემაა მარტო. ბევრი ცომეულს ჩამს. მაგას რო დაანეო, დანარჩენი ყველაფერი იდეალურია. არადას უხაჭაპურით ვიწყებ მე ყოველ სუფრაზე როცა. პირველი ვჭამ ხაჭაპურს, ან ჭადი და ყველი. რაც გამიკვირდა თქვენი ერთ-ერთი შევიდან. ხშირად გამიგიხ ხოლმე დიეტოლოგებისგან, მათ შორის ბევრი წყალი. თქვენთან ნახე რომ ბევრი წყალი საერთოდ არ არის საჭირო. არა. ჩვენი ორგანიზმა იცის მე რამდენი წყალი მჭირდება.
იმის მიხედვით პირი გაშრება, ან თუჩები გაშრება, ან კანი გაშრება, გვეტყვის კანი, ჭირდება თუ არა. ბევრი წყლის დალევამ თირკმელებზე ტირთვას იმან ხონდა გააფილტრო ეს ყველაფერი. და ბევრი ადამიანი ფიქრობს რომ მარტო წყალი დავლევს ბევრი და წონაში დავიკლები. ეს ამ ქვეყანაში ყველა მეორე ადამიანი წონის დაკლებას ფიქრობ და ამ სექტორში კვების კონსულტანტები რო არიან, ეგრეთ წოდებული კვების კონსულტანტები, აი სასწორებით აწონე დაწონე. მე ხო გავაკეთე ერთი კვება, რომელიც ყველა ადამიანის წონა არ ჭირდება, არ კალორიის დათულება, არაფერი არ ჭირდება. ის ბოსტნეული ხო არის სუფრაზე. ის იქიდან დაიწყე მარტო. იქიდან დაიწყე და მე მიაკოლეთ საჭმელი. ბევრი ადამიანმა დაიკლოთ 20-30. ანუ ბოსტნეული თუ დავიწყოთ კვება? პირველი უნდა წავიდეთ. კი. ეგ სწორე ჯამა. გავითო, მაგას მაინც გავისწავლისწინებ, იმიტომ ბოსტნეული და მწვანილი ისე მიყვარს. ხო, იქიდან უნდა დაიწყოთ. აგერ რომელიც ხაჭაპური პირველად ჭამ, ერთი ნაჭერი ბოლოს ჭამე. ჯერ ბოსტნეული. დე ბოსტნეული ჭამე, მერე ხორცი ჭამე. ვინ ეუბნება, რომ მწვადი არა ჭამე, თუ ხაბაბი არა ჭამე. ეგეც ჭამე. ხინკალიც არა ჭამე არ თქვათ რა. ხინკალიც უნდა ჭამოთ. უნდა ჭამო. ვოი, მაგრამ ცომეულია პრობლემა. ხო. ბავშვებისთვის მინდა განსაკუთრებით რაზე გაამახვილებდით ყურადღებას ორივეს სირეთლოვანი შვილი ყოს, აი მათი ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი აზრით რა შეგვიძლია გავაკეთოთ და რას მივაქციოთ ყურადღება. იმ ასაკში მარტო შაქრიანი რო შეწყვიტოთ, იქნება კარგი, მე კარგი სახლი აშენდება, როგორც ქვევით. დღესვე თუ მოახერხეთ ჩვენი ბავშვების მარტო კვებიდან შაქარი ამოიღო, რომელიც ძალიან ადვილია. ჩემი შვილები მაგალითად ჩაისაც უშაქროთ სვამენ, ფაქტობრივად არაფერში იყენებენ შაქარს. მე პირიქით ეგ პრობლემა გვაქვს სერიოზული ჩემი შვილებში, ტკბილი. ო, თან იმდენი ტკბილია ეს იქ ვერ წარმოიდგინებთ რამდენი შაქარს ჭამს ჩვენი ბავშვები. ძალიან დიდი. მე ბევრი შაქრის ჭამის გამო ვერ იაზრებენ მე. სკოლაშიც ეძინება. ნახშირიც წლე. მაგიტომ ეძინება სულ ყავას ბევრი შაქრიც რა. აბა სიცხილში როცა იმატება გლუკოზა გეძინება. ინსულინი მოდის, რომ ეს შაქარი გავათანაბრო და იმ პროცესი გეძინება და მოგშივდება მალე-მალე, წამაგინდა. ნახშირი წყლების წამაგინდა და ტკბილეულის წამაგინდა. კარგი საწმელის ჭამა არ მოგინდება. ეს როცა გარეთ ამოვა თუ დაანებეთ შაქარის ჭამა, ზოგი ეძახის ბოლომდე არ უნდა დაანებო, ცოტა მაინც უნდა ჭამო. რაში? რატო უნდა ჭამო შაქარი? რეალია. კლავს. ყველანაირად შევესწრები. ნელა-ნელა კლავს შაქარი ადამიანს, რომ ვერ მიხვდება. შაქარის თუ დაანებებს ადამიანი ნელა, ნუ 3-4 თვე უნდა რომ სხვა ადამიანი გამოჩნდება. ასაკის შეჩერდება ასაკის მომენტი. საჯაროდ პირობას რომ ყავაში ერთ კოლს შაქარზე მეც აღარ ჩავიყრი არასოდეს. ერთი მაინც. ვარ, პირდაპირ დანებება გამიჭირდება. არა, ყურების გარეშე შაქარი მართლა ჩემი ოჯახი, ჩემი შვილებისთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა და აუცილებლად მოვაგვარებ მაგამ. კიდევ ერთი პრობლემაა შენ ოჯახში, რომელსაც შენი შვილები არ ეტანებიან და არც შენი მეუღლე და შენც მოაგვარე სიგარეტის პრობლემა. ო, ეს უფრო დიდი პრობლემაა. მოусვიდე პატიცემულს. როგორ იქნება ინდურად უყურეთ მამების დროს 4 შაბათს 8 საათს. დექიე მამების დროს 4 შაბათ 8 საათზე. ჩემი თუ აღჭერათ და მიშოს თუ აღჭერათ ამ პატიცემულს აუცილებლად დაუჯერეთ და უყურეთ მამების დროს 4 შაბათს 20 საათზე. მადლობა ბატონ არონს. მადლობა სოსო კოპალეიშვილს რომ ისევ გვერდში დავიდგა და ძალიან მშვენიერი სტუდია დაგვირთვა და მადლობა ჩვენს მხარდამჭერ სექტორ დესამს არაჩვეულებრივი ყურებისათვის და მადლობა თქვენ რომ გვიყურებთ, გვანებივრებთ კომენტარებით, გვანებივრებთ ლაიქებით, მაგრამ უფრო მეტი კიდევ უფრო გაგვიხარდებოდა. უკეთად შეიძლება. უკეთად შეიძლება. აბა დროებით. დროებით. აუ ძალიან სახალისო იყო. კი
ეხლა მიხვდი რატო შეგიყვართ ესე ძალიან ამ ქვეყანამ.